მიმართულებით. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველი კითხვა სწორედ მეგობარი აქტის შესახებ მექნება თქვენთან. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სენატში უშუალოდ მეგობარ აქტს შეეცვალა სახელი და გუშინ დარეგისტრირებული აქტი ისევ 70-ე ადგილზეა, თუმცა მისი სახელი არის შემდეგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის შეკავების აქტი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს რისი მთქმელია ეს დასათაურება, ჩვენ ვნახეთ გამოქვეყნებული სიაც, რომელიც არის ამ აქტით გათვალისწინებული და იქ გვახსოვს, რომ იყო ეს ჩამონათვალი კონკრეტულად რა საკითხებს უკავშირდებოდა იმ პირების სანქცირების აუცილებლობა და სწორედ ამ მიზეზზე იყო საუბარი, რომ ეს ადამიანები მონაწილეობენ ამ პროცესში, ხომ, ამ ქვეყნების გავლენის პროცესში. რისი თქმა შეგიძლიათ იმ სურათზე, რომელიც ახლა მიმართულებით? გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სახელი არ შეცვლილა. თუ ჩვენ წავიკითხავთ ტექსტს, რომელიც მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ, იქ ზუსტად იგივე აწერია, ანუ მეგობარი აქტი ქვია, მაგრამ ასევე ის სახელი, რაც თქვენ თვით რომ ჩინეთის, ირანის და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ, ეს ოფიციალური სახელი აწერია წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ კანონპროექტსაც. შესაბამისად, ესე იგი სენატში იგივე ტექსტი, სენატმა რომ რამე შეცვალოს, მე ის უნდა დაბრუნდეს წარმომადგენელთა პალატაში, სენატმა თუ სხვა ტექსტი მიიღო. შესაბამისად, სენატში ჯერჯერობით წერტილ მძიმეც არ შეცვლილა. ეს ინფორმაცია არ არის მართებული, ეს არის ვიღაცამ რაღაცა ან არ წაიკითხა, ან ეხლა მოაჩინა და აქედან შეიქმნა ნიუსი, რომელიც რეალურად არ არის. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხს, ნახშენეთ ეს სია. ეს სია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი ავალებს სახელმწიფო დეპარტამენტს და პრეზიდენტს, რომ შექმნას სია და გამოიკვლიოს და პიროვნებების და შესაბამისად ეს სია უფრო რა თქმა უნდა პირადად ჯო ვილსონის ინიციატივა, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის, რომ ეს სია მას გადასცეს, მერე გადასცეს სახელმწიფო დეპარტამენტს თუ სხვა ვინმეს მოსაკლებად. თუმცა ახლა კანონი გვარებს ნამდვილად არ თulis. ახლა კანონი ახლა ზოგადად კანონმდებლობაში გვარებს ვერ ჩაწერენ, ესეც ამბია. კი ბატონო გიორგი, ასევე მინდა კითხოთ იმ ჩვენ ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში რა ტიპის შეფასებას იმსახურებს თავად ეს ფაქტი, ხო, მეგობარი აქტის განხილვა, ის მიღება, რომელიც ჩვენ ნახეთ და ასევე ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, აქ ითქვა, რომ ეს ლოკალური მარცხიც კია deep state-თან მიმართებით. აი თქვენთვის რისი მთქმელია ამ პროცესზე ქართული ოცნების ხელისუფლების რეაგირება და როგორ ფიქრობთ აი რა დასკვნის გაკეთება შეიძლება მათი პოზიციონირების გათვალისწინებით? ნუ რა თქმა უნდა, ახლა ქართულ ოცნებაზე ეს კანონპროექტი არ უხარია და ცდილობს ეს კანონპროექტი მოაქციოს იმ იდეოლოგიურ ჩარჩოში, რაც აქამდე ჰქონდა. ესე იგი, ეს ჩარჩო არის, რომ deep state-თან შეიძლება თუ არა დამარცხება, ესე იგი, თუ ტრამპი, თუ ჩვენ წინააღმდეგ ქმედებები გაგრძელდა, ესე იგი deep state-ი ესე იგი არ დამარცხებულა საქართველოსთან მიმართებაში და ეს ხო წაუგებელი პოზიცია იმ კუთხით, რომ თუ ეს ნაბიჯები გაგრძელდა, ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ deep state-ი მარცხდება და თუ არ გაგრძელდა ეს ნაბიჯები, იტყვი, რომ ტრამპმა გაიმარჯვა deep state-ზე. კი ბატონო, ანუ ეს იმ ტიპის შემთხვევაა, როდესაც ქართული ოცნება, ანუ აქ ცხადია მისი პოლიტიკური მიზნებია, ხო, ამოსავალი წერტილი მთავარი, ანუ ვთქვათ, იმ მხრიდან მოაბამს, ასე რომ ვთქვათ, ქოთანს ყურს, რომელიც მას დაჭირდება მისი პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად. თუმცა აი შემდგომ პერიოდში გრძელვადიანს გულისხმობ და ამ აქტის, ვთქვათ, წარმატებით ბოლომდე გასვლის შემთხვევაში რეალურად რა სურათის წინაშე აღმოჩნდება საზოგადოება და თუ არის შესაძლებელი, აი რას მიიღებს საქართველოს მოქალაქე, ხო, რა ტიპის ქვეყანას, რა ტიპის ხელისუფალს და რა იქნება ჩვენი რეალობა. ხო, დავიწყოთ იქიდან, რომ ხო, რა თქმა უნდა, ეხა როცა ამერიკის კონგრესი ცალკეული ქვეყნის მიმართ რაღაცა ჩარჩოს ქმნის სანქციების, ისიც უნდა აღინიშნოს, ხო, რომ ეხა ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას დღეის მდგომარეობითაც აქვს ყველა იურიდიული ბერკეტი, რომ თქვა სანქციები დაუწესოს ნებისმიერ საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირს. უბრალოდ ეს კანონი აწესრიგებს და თქვა
უფრო ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ ეს უფრო ჩარჩოში მოაქციოს და გამოიკვლიოს და მერე თუ ვიღაცები ჩათვალა საჭირო დაასანქციოს. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება რა ტიპის, რა თქმა უნდა, ხა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როდესაც ამერიკის კონგრესი თქვათ, რომელიმე ქვეყნის მიმართ ესე ინდივიდუალური მიდგომით თქვათ სანქციების კანონს იღებს, ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო, ხო ჩვენ ამ ხრივ შევუერთდებით ისეთ ქვეყნებს, რომლის მართებაში არის ის ამა თუ იმ ფორმით სანქციები დაწესებული. ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ხა ღმერთმა დაგვიფაროს კუბა და რაღაც უფრო ისეთი სანქცირებული იურისდიქციები, მაგრამ რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის ეს რა თქმა უნდა მინიმუმ საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის თუ ეს ამოქმედა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, სენატმა შეიძლება მიიღოს, პრეზიდენტმა შეიძლება ხელი მოაწეროს, მაგრამ ეს კანონი ითვალისწინებს უამრავი ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელსაც ზოგს 3 თვევა და ზოგს 180 დღე, ზოგს 90 დღე. შესაბამისად, მიღების შემდეგაც მეორე დღეს თქვა არაფერი არ ხდება, ხო? ტრამპის ადმინისტრაციას კიდე შეუძლია იქ მიღების შემდეგაც ევაჭროს, ანუ ზეწოლა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებაზე და უთხრას, რომ თუ რაღაცა არ გაკეთეთ, ჩვენ ამას უთავსოებას მივცემთ. ან ნაკლებად, იმიტომ რომ კანონი ასევე ითვალისწინებს, თქვა პრეზიდენტს აძლევს საშუალებას გადაავადოს რაღაცა საკითხები. ხო? ხო, ეს ერთი. რაც შეეხება თუ ამოქმედა სრული სიმკაცრით, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის ხელისუფლებას შორის, რა თქმა უნდა, ურთიერთობებს უფრო დაძაბავს, რა თქმა უნდა. მეორე მხრივ ჩვენ მივიღებთ ანგარიშებს თუ საქართველოს შესახებ, ჩვენ მივიღებთ გარკვეულ სიას, რომელიც ან სავიზო შეზღუდვები, ან სავიზო და სახაზინო შეზღუდვები დაუსწესდებათ. შესაბამისად, ნამდვილად ეს ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს სასიამოვნო საქართველოს. კი ბატონო და გიორგი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ხვალინდელი დღის გათვალისწინებით 9 მაისის შესახებ. ჩვენ ვხედავთ რა ტიპის სურათია სოფლიოში, მოგულისხმობ რუსეთ-უკრაინის საკითხს კონკრეტულად და ჩვენ ასევე ვნახეთ ტექსტი, რომელიც გაავრცელა კრემლმა და მათ შორის იქ არის საუბარი მილოცვაზე ქართველი ხალხის მიმართ, ხომ? აი რეალურად რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ეს რაღაც ისტორიის გადაწერა ეს რუსების ერთ-ერთი რაღაც საყვარელი მიმართულება არის საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცა ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, აი რასთან გვაქვს საქმე, ეს ის რეალობა, რომელიც არის, რა ტიპის სურათზე მიუთითებს კონკრეტულად, ხომ? იქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც უნდა მოხდეს კარგად გახსენება ჩვენ შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების და არავინ უნდა შეუშალოსო ხელი ამის შერყევას და შუღლის ჩამოგდება არ უნდა ვნახოთ. მაშინ, როდესაც ვიცით რას გვასწავლის მრავალწლიანი ისტორია, ხომ? ნიშანდობლივია ამ მილოცვაში, რომ ასე ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტი ულოცავს სხვა ქვეყნის მეთაურებს და ულოცავს ქართველ და მოლდაվել ხალხს. ანუ აქედან ერთი დასკვნა, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, ბუნებრივია და მოლდოვაზეც ნაწყენია შესაბამისად, მე ნაკლებად. ხო, ორადორი ხალხია, სხვა ყველას მთავრობა, მათ შორის სამწუხაროდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, იქ არის ისრაელის მთავრობაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა არ არის, არ ვიცი, ხა ზუსტად არ მახსოვს, ხა ალბათ ბალტიისპირეთს არ მოგწოდა და უკრაინასაც არ მახსოვს. კი, ესეთ ქვეყნებს, ისრაელს, ჩვენ ქართულ და მოლდაվել ხალხს. ხო, ჩვენ ანუ ორადორი ხალხი ვართ, ანუ მოლდაველები და ჩვენ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ხო ეს გამოხატავს იმას, რომ ერთის მხრივ ხო ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და მოლდავეთზე ნაწყენი, ანუ ჩვენ შორის არ არის ისეთი ურთიერთობები, რომ მთავრობებს მიულოცოს. მეორე მხრივ ის თulis, რომ თქვა ჩვენ ჯერ არა ვართ თქვა უკრაინა და ბალტიისპირეთი, რომ საერთოდ არ მოგვილოცოს. შესაბამისად ეს იყო ეს სხვათა შორის წლიდან წლამდე მეორდება, ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. ყოველ წელს ის 9 მაისს ულოცავს მთავრობებს და მერე ქართულ და მოლდაվել ხალხს. არ ვიცი, შეიძლება მოლდოვას მთავრობას ულოცავდა, იქ შეიძლება შეიცვალა. ჩვენ ტრადიციულად ვინეორებ რახან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, ეხა მთავრობას ის არ და ვერ მიულოცავს. ხო, სხვათა შორის ამას მოყვა გიორგი განმარტება რუსული საინფორმაციო სააგენტოს მხრიდან, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, მოლდოვას სათავეში კი ანტირუსულად განწყობილი ხელმძღვანელობა უდგასო, ხო? რაღაც განმარტებითი ტექსტიც ჰქონდა, აი კრემლის ამ განცხადებას ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. სხვა მხრივ ახლა ხვალინდა 9 მაისი ახლა რა თქმა უნდა, მაგათ
დიდი დღეა, მაგრამ რაც პუტინი მოვიდა 9 მაისს ის ცდილობს ასევე რომ აი თანამედროვე რუსეთის იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, საყრდენი იყოს, ხო? ერთი არის მართლა გამარჯვება მეორე მსოფლიო ან სამამულო ომში და მეორე უკვე როგორც ცდილობს რუსეთი ამას ვთქვათ თანამედროვე რუსული ნაციონალიზმის და თანამედროვე რუსული ისტორიული მეხსიერების რეკონსტრუქციის წიაღში რეკონსტრუქციისთვის ეს ნარატივი როგორ შექმნას. აი მარტივ მაგალითია, ხო, ეს მაგალითად რასაც თქვი ეს უკვდავი პოლკი, როდესაც მე სურათებით ჩაივლიან მოსკოვის ქუჩებში. ხო, ეს თავიდან ბოლომდე ეს არასოდეს არ ყოფილა, არც 10 და არც 15 წლის წინ. ეს არის ახალი რეკონსტრუქცია, ასე თქვათ, და ახალი თქვათ რაღაც მოვლენა, რომელიც ემსახურება მიზნად ისტორიის როგორც იდეოლოგიის თქვათ გამყარებას და იმ იდეოლოგიური ნარატივის გამყარებას, რაც დიდი მადლობა. დიახ. კი, დაასრულეთ, გიორგი, დაასრულეთ. არა, ეს რა თქმა უნდა, ის ერთი თქმა მინდოდა, რომ ეს არ ახალია და მარტო რუსეთი არა, ეს ყველა სახელმწიფო ცდილობს, თქვათ, იდეოლოგიური და ისტორიული ნარატივის შექმნას. უბრალოდ რუსეთის შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა, მე უფრო აგრესიულ და მილიტარისტულ და იმპერიალისტურ ფორმებსაც იღებს. კი ბატონო, დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით გიორგი ხატიაშვილი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში, სწორედ ის იყო ჩვენი სტუმარი და ახლა რამდენიმე წუთით